წარმოიდგინე, რომ ხვალიდან ციხის მცველი ხარ. არც წვრთნა, არც წარსული გამოცდილება, უბრალოდ გეუბნებიან გააკონტროლე ტყვეები. და ვინ არიან ტყვეები? ისევ შენი თანატოლი. ცუდი ამბავი მაქვს. ზუსტად 6 დღეში ყველაფერი კოშმარად იქცევა. 1971 წელს ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ემფორდის უნივერსიტეტში წამოიწყო ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეები სრულიად ჩვეულებრივი სტუდენტები შემთხვევითობის პრინციპით გადაანაწილა ორ ჯგუფად: ციხის მცველებად და ტყვეებად. ანუ ჩვეულებრივი სტუდენტები ასრულებდნენ საკმაოდ რეალურ როლს და იქცეოდნენ შესაბამისად მაქსიმალურად რეალობასთან მიმსგავსებულ გარემოში. ექსპერიმენტი უნდა გაგრძელებულიყო 2 კვირა, მაგრამ ის 6 დღეში შეწყვიტეს. იცით რა? ციხის მცველებმა დაიწყეს ტყვეების დამცირება, ემოციური ძალადობა და მიკროდოზირებული სისასტიკე. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სოციალურად უბრალოდ ძალაუფლების განცდა ჰქონდათ. იცით რა მოხდა მას შემდეგ, რაც მცველებმა ძალადობა დაიწყეს? ცოტა ხანში ტყვეები დაემორჩილა. ზოგი ტიროდა, ზოგი იბნეოდა, ზოგი კი ითხოვდა, რომ გაეთავისუფლებინათ. ეს ყველაფერი რეალური ციხე არ იყო, უბრალოდ თამაში იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებმა მაინც მოირგეს როლები და მოხდა მათი დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია. ზიმბარდოს ექსპერიმენტი დღესაც ისწავლება, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ძალაუფლება, როცა მას საზღვრები არ აქვს, სახიფათოა ნებისმიერი ადამიანისთვის. და შენ რა სიზამდი? შენ რომ ცვლად დაგნიშნო. დაწერე კომენტარებში. და არ დაგავიწყდეს ადამიანის ბუნება ხშირად სიტუაციაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე საკუთარ მორალზე.